დეკემბერს გურჯაანის კულტურის ცენტრის სცენაზე რეჟისორ გრიგოლ ჟორდანიას სპექტაკლის პრემიერა სახელწოდებით თავშესაფარი გაიმართება. გაერთიანების დირექტორის ბექა სონღულაშვილის ინფორმაციით, აბსურდული კომედიის ჟანრის სპექტაკლში მოქმედებები სამხედროს ანგარში ვითარდება, სპექტაკლში პროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ. ჩვენს სცენაზე გათამაშდება სპექტაკლი აბსურდული კომედია. სპექტაკლს ეწოდება თავშესაფარი და როგორც გითხარით, მხოლოდ პროფესიონალი მსახიობები თამაშობენ. აქვე მინდა გითხრათ, რომ გიორგი ქადაგიშვილი თამაშობს ამ სპექტაკლში, გიორგი აბციაური თამაშობს, მე ბექა სონღულაშვილი და ყველაზე მეტად რაც მახარებს, ეს არის ჩვენი გამორჩეული მსახიობი ქალბატონი ნონა ხუმარაშვილი. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ისიამოვნებთ. სპექტაკლის ჟანრი არის აბსურდული კომედია, მოქმედება ვითარდება სამხედროს ანგარში, მაყურებელი იხილავს ბევრ მოულოდნელ მოქმედებას და მდგომარეობას ადამიანის, როგორც ფიზიკურ, ისე სულიერს და სპექტაკლს ეწოდება თავშესაფარი და ამ შემთხვევაში თავშესაფარი არ არის მარტო რეალური თავშესაფარი, ეს ადამიანების ფსიქოლოგიური თავშესაფარიც არის, ჩანაფიქრი ყოველ შემთხვევაში გვაქვს და დღევანდელ დღესთან ვფიქრობ, რომ ძალიან აქტუალურია.